უნივერსიტეტის პრობლემაა მე უნივერსიტეტში გაპროტესტება. მე აგირო მე ამათ ყველას პატივს. ინგა გაფრთხილად. კი, ახლა გამოვხილო კანცლერმა. და რა გითხრათ? რომ რაღაცა პლაკატით დადის აქაო. ანუ არ შეიძლება პლაკატით. არ შეიძლება ალბათ, მე არაფრის ინტერესი არ მაქვს იგი. თვითონ მოვიდეს და თვითონ განმიმართოს. თვითონ არ მოვა, გენაჩელ ანგელოზი გოგო ხარ. მესმის, მაგრამ მართლა ჩემი უფლებაა, სტუდენტი ვარ, მოქმედი სტუდენტი ვარ და ჩემი უფლებაა პროტესტია. კი ბატონო, მიდი ახლა და მეც მოხვები იქ და დადექი იმის წინ, გეგე მე უფლებაა გამოვხატო ჩემი უფლებაა, თავისუფლების უფლებაა. აქ იყო ცელი ამბავი აქანი, გეგე ერთი გულიკო პროკურორი აპრეზიდენტი. გეგე და არ შეიძლება მეთქი, რა აქ სამოსლა არ შეიძლება მაგით. ისმენ მასწავლებელო. ცხადია რომ აი აქ ამეზოში მართლა 2000-მდე 5000-მდე სტუდენტი იდგა და აპროტესტებდა იგივეს, რასაც დღეს მე ვაპროტესტებ მარტო. შესაბამისად, არც მაშინ იყო პრობლემა და მე მგონი ახლაც არ არის, უბრალოდ ტიტიაროშიძის ეშინი ამ იდეის შემოტანა. ამ შემთხვევაში არის. ალბათ ისე როგორ ფიქრობთ, რექტორი არ უნდა დაინტერესდეს რა პროტესტი აქვს მის სტუდენტს? მე და მეკითხე რა იმით პლაკატებით დადიან ახლა ქენიცი მე მოხური ახლა და არ შეიძლება დაუყუროთ და რომ მე მეტყვიან სრულად მისმის თქვენი პროფესიული კვალიფიკაცია და მესმის რომ გამოგზავნეს, მაგრამ გამოგზავნილი არ მე პროფესიული არ ვარ, იგი მე უბრალო ადამიანი ვარ. მესმის, მე უბრალო ადამიანი ვარ, სტუდენტი ვარ, მოკლედ. რომ მიდი და კანცლერს უთხრა რატომ მიზღუდა მომასწორე. აი თვითონ მოვიდეს კანცლერი და არ მოაქანია. მაშინ მე მივალ სადაც. ჩვენ მიდი იქანია. აი სადაც. მე საფოთები მაგ. დღევანდელი ჩემი აქ მოსვლის მიზანი არის ის, რომ პირველ დღესვე პროტესტის შემომეტანა ბესეულში და სტუდენტებისთვის შემეხსენებინა, რომ ყავს სინდისის პატიმრები, რომლებიც არიან სტუდენტები და შესაბამისად ისინი არიან უკანონო დაპატიმრებულები და საქართველოში ის განათლების სისტემა, რომელიც ახლა არსებობს, არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლითაც უნდა შეგვეძლოს მისი მიღება. შესაბამისად, დღეს ამ პლაკატით გამოვხატავ პროტესტს უკანონოდ დაკავებული სინდისის პატიმრების მიმართ, სოლიდარობას და რაც მთავარია, ვეუბნები სტუდენტებს, რომ რევოლუციის არ შეგვეშინდეს და რევოლუციური ცვლილებების დროა და აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა მათ შორის განათლების სისტემა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. სამწუხაროდ ამის თქმა მიწევს და უნდა ვთქვა ალბათ, იმიტომ რომ მე ვგრძნობ დღეს სოლიდარობას. სამწუხაროდ თვალს არიდებენ პლაკატს, იდეას, რომელიც ამ პლაკატზე არის გადმოცემული. ის სტუდენტური პროტესტი, რომელიც არსებობდა ბათუმში, განქრალია სრულიად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუმცა იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება ის ნაპერწკალი, რომელიც არსებობდა ოდესღაც აი ამ ეზოში, როცა საპროტესტო აქციებს მართავდა. რამ გააქრო შენი აზრით ეს ნაპერწკალი? ბევრი მიზეზი არის ამის შიში ტერორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოკიდებულება, ლექტორების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, ბიუროკრატია ძალიან ბევრი და ერთ-ერთი მათ შორის არის ტიტე აროშიძე, ახლანდელი მოქმედი რექტორი ბესეუს, რომელიც სრულიად ექვემდებარება ქართული ოცნების პოლიტიკას.